ხარული ვარ. მადლობა შენ რომ გვესტუმრე. ვიყო თქვენთან. სტუმრად მეც მიხარია თქვენი დანახვა. ერთხელ ეთერიდან შემოგითვალე რომ გამიარა 2 დღეში თქო ცხენა მქონდა. ხო. სიამოვნებით ვარ ხოლმე თქვენი სტუმარი და ვიყავი ვარ და ვიქნები. მეც ასევე ყოველთვის მიხარია როცა თქვენ ხარ, იმიტომ რომ ხარ ძალიან საინტერესო სტუმარი. დიდი მადლობა, ურბეს მადლობა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ არ უმჯობესდება, პირიქით უარესდება და ამას ადასტურებს ყველა პირუთვნელი ექიმი, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში და ეს ძალიან კარგად ისეს ხელისუფლების წარმომადგენლობა მას. და ამიტომაც ვერცერთი ექიმი მართლაც დღემდე ვერ გამოიყვანეს, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა და ფაქტის მხოლოდ აი დღევანდელი დილის ილუსტრაცია არის, ხო, მისი ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის თაობაზე, როცა მოუწია ხელისუფლებას გადაყვანა საავადმყოფოში, სადაც შუალედური შეიძლება ვითარების განმუხტვა ამით მოხდეს, ვინაიდან უფრო სანდო ვითარებაშია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ციხის ატმოსფეროში და დარწმუნებული როდესაც მთელი შესაბამისი ციკლი კვლევების ჩაუტარდება მას, აი იქაური მედპერსონალიც კი დაადასტურებს რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჯამთელება, როგორც ეს უკვე დასკვნაში დაიწერა, პრაქტიკულად გამორიცხულია იმ ტიპის საავადმყოფოებში, რომელიც ქვეყნის ფარგლებში გვაქვს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რჩება ქვეყნის გარეთ მისი გაყვანა. თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, მის პატიმრობას, მე რომ მკითხოთ ძალიან ბევრ ადამიანს, ისაც მიხეილ სააკაშვილს დამართეს, ამიტომაც არის ამ მდგომარეობაში და რომ არა ის მართლაც წამებასთან გათანაბრებული დამოკიდებულება მის წინააღმდეგ თვეების განმავლობაში, ასეთ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა ჯანმრთელობის მხრივ. ამიტომ მე თუ მეკითხებით, გულწრფელად გიპასუხებთ, გასაგებია, როდესაც მთლიანად თავი და ბოლომდე შენს ხელთ არ არის ბერკეტი, რომ საკითხი გადაჭრა, შეიძლება ხმამაღლად ვიღაცისთვის არასერიოზულად ჟღერდეს თამამი განცხადების გაკეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის გარეთ გადაყვანა მათ მოუწევთ ხელისუფლებას, მაგრამ მაინც გაუბედავ და ვიტყვიოთ დიახაც მათ მოუწევთ. და გჯერათ ბევრი ფაქტორი, რამე სიგნალებია, ნიკა, იმიტომ რომ არა მარტო ჯერა, რა თქმა უნდა, არა მარტო ჯერა. სიგნალებიც არის ამაზე, რამე მიღებული გაქვთ სიგნალები. არა მარტო ჯერა, დიახაც, ამიტომ დიახ. უფრო მეტად გავკადნიერდი ვიდრე წინა ეთერებში. ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, ჩვენი ქვეყნის, მოდით ვთქვა და როცა ჩვენსაც ვამბობ არგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობის, ძალიან აქტიურად არიან ჩართულები მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაში, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც. ჰუმანიტარული ის, რომ ადამიანი არ უნდა კვდებოდეს, ეს ერთი, მაგრამ პოლიტიკური ის, რომ სოფლიოში, როდესაც არის ის გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური მდგომარეობა, რაც არის და ამ კონტექსტში გვიწევს ჩვენ არსებობა, ყველა აცნობიერებს, რომ არავითარ შემთხვევაში ეს პატიმრობა, ტყვეობა მიხეილ სააკაშვილის ხელს არ შეუწყობს თეორიულ დონეზეც კი ვითარების მეტნაკლებად დასტაბილურებას ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც ქართული ოცნება, ისევე როგორც ისინი უარყოფდნენ სულ რამდენიმე კვირის წინ შესაძლებლობა საავადმყოფოში გადაყვანის და თუ კი ამბობდნენ მხოლოდ და მხოლოდ საუბრობდნენ, რომ ის მაინდა-მაინც თუ გაყვანილი იქნება რუსთავიდან დაბრუნდება ან გორში, ან გდანში, ჩვენ ხედავთ, რომ არის მოთავსებული იმ საავადმყოფოში, სადაც ჩვენ ვითხოვდით თუნდაც 3 თვის წინ, როდესაც პირველად გორის საავადმყოფოში გადავხსნათ, ნიკა. მდგომარეობა არის თქვენ თავად ვეთქვით, რომ სულ გვესმოდა განცხადებები, რომ თუ დამძიმდება, ჯერ ესეთი გვიმტკიცებდა, რომ ის არ იყო ცუდად, მაგრამ ფაქტის სახეზია, ჩვენ ვხედავთ დღეს ის გადაყვანილია. მარტივად ბევრი ვარ ვისაუბრე. რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება, რომ გორი ან გლდანში წავა მაშინ, კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე როგორც პოლიტიკოსი, ეხლა თქვენს როგორც ჟურნალისტი საუბრობთ, უბრალოდ თქვენ შეიძლება მე არ დამეთანხმოთ მაშინ, როდესაც რაღაცა აზრს დავაფიქსირებ, ან მაყურებელი თქვენი არ დამეთანხმოს, როცა აზრს დავაფიქსირებ, მაგრამ როდესაც უბრალოდ ფაქტს ვასახელებ და ფაქტს არ ეთანხმები, მაშინ არ ხარ შენ, ვინც არ უნდა იყო ადამიანი, ობიექტური. ჩვენ ფაქტებით საუბრობთ და მისი მდგომარეობა ვეღარ უძევს კრიტიკას. ჯვარი წერია ყველა ოჯახს, მაგრამ აი სულ რამდენიმე ხნის წინ ეხა ხატია დეკანოიძეს მამა, ჯანმრთელი სახსავალთი ადამიანი სწორად გავს გულით გარდაიცვალა, ხო? და მამასგან ვიცი, ხო, ანზორ მელიასგან ვიცი, თუ რა რისკების შემცველია ეხლა მისი მდგომარეობა, რომ მიიღოს მძიმე ჰიპერტენზიული შეტევა. მოწყვლადი არის
მართლაც მოწყვლადი არის მიოკარდიული შეტევისთვის ადამიანი თავი რო დავანებოთ ტრომბს თავი რო დავანებოთ ინსულტს და ეს განამარტო მე ვიცი იცის ქართულმა ოცნებამ ყველამ უდაოდ ყველამ იცის და იციან ექიმებისგან ამიტომ ეხა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გადაუდებლად საჭიროებს გადაწყვეტას და ასეც იქნება დაველოდოთ უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს ჩვენ დავწუნდეთ. ანუ თქვენ ამბობთ რომ რაღაც სიგნალებიც გაქვთ და ეს არ არის უბრალოდ თქვენი ვარაუდი. მაშინ ერთს ამ კითხვას განვავრცობ თქვენი ნებართვით ხო, რას უნდა მივაწეროთ მაშინ ის რომ დღეს სააკაშვილი იმყოფება ვივამეთში. საერთაშორისო მეგობრები, რომელიც ახსენეთ, მათ რაიმე მიღმა ჩართულობას, კულუარულ ჩართულობას თუ რას, აი რითი არანაკლებ ჩემზე კარგად იცით, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ დაგროვებული ვინაიდან ხა ამ სფეროში ხართ საკმაო ხანი, პოლიტიკური პროცესი არ არის მხოლოდ ის, რაც ჩანს რომ არ ჩანს, ამიტომაც არის თქვენი პროფესია საინტერესო, ის რაც არ ჩანს და სადაც შუქი და ჭრილი ახდება, ის გინდათ გაიგოთ ხოლმე და ალბათ უკვე მაინც არ ყვევთ. პოლიტიკური მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება არც თუ იშვიათად კულისებში. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ნამდვილად, ახლა თუ ნაციონალურ მოძრაობას ვსაუბრობთ, ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ევროპის ყველა წამყვან ლიდერთან, პოლიტიკოსთან, ბიუროკრატთან, ორგანიზაციასთან, იქნება ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, იქნება ეს ევროპარლამენტის თავმჯდომარე, იქნება ეს ევროკომისიის პრეზიდენტი, გადაჭარბების გარეშე კომუნიკაცია არსებობს მათთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამის მეც უბრალოდ მინდა ვთქვა და ამ წუთას არ ვიქნები ნუ პრინციპში თქვით რომ რაღაც სიგნალები არის, მაგრამ უკავშირებთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას. ზედმეტწევრით კარგად. სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო დღეს ბატონი სარჯველაძე არის ასეთი დეპუტატი, ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობს. თუ არ ვცდები, განცხადება რომ გააკეთა, რომ თუ საჭირო გახდა, შესაძლებელია საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანეთო, პირველად მოვისმინეთ ეს ოცნების მხრიდან. ანუ არის თუ არა შესაძლებელი, რომ აი ამ საერთაშორისო ჩართულობით, რომელზეც ახლა ნუ პრინციპში ისაუბრეთ, მინიშნებით თუ პირდაპირ, აღმოჩნდეს ისე რომ ვივამედიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღმოჩნდეს უცხოეთში. ეს განცხადება მე არ მომისვენია, მაგრამ ეხლა რაც კი, დღეს ქონდა მან დაშვება გააკეთა, რომ თუ დამძიმდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ არის. იცით რატომ? იმიტომ რომ საზოგადოება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ისეთ შეიძლება შევთანხმდეთ მიზეზებზე მიხეილ სააკაშვილი რატომ უნდა იყოს გათავისუფლებული. დიდი ნაწილი ან მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იმიტომ რომ მას არ ადამიანურად ექცეოდნენ, იმიტომ რომ ის უბრალოდ არ არის მდგომარეობაში სამართლიან სასამართლოს უფლებით ისარგებლოს, მაგრამ შეიძლება ასევე ვერ შეთანხმდეთ მიზეზებზე, რატომ უნდა იყოს გათავისუფლებული. საზოგადოებაში არიან ასეთი ჯგუფები, ხო? მაგრამ ერთ რამეზე ნამდვილად ვთანხმდებით, შედეგზე ვთანხმდებით, მთელი საზოგადოება მე ამას ვგრძნობ, რომ შედეგი თუ კი დადგება ისეთი, რომელიც დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ეროვნული უპირატესი საკითხები მრავალი წლით გადაიწევს მეორე პლანზე, ხო, აი აქ დიდი ნაწილი ვთანხმდებით. რა თქმა უნდა, აქაც არიან ადამიანები, ვისაც არაფრად მიაჩნია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის ბედი, მაგრამ მალობაგონც ისინი არიან მაუცირესობები. არის ასევე ადამიანთა ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ნომერი 1 რო არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს თუნდაც სასჯელის გადავადება, ნომერი 2 რო ძალიანაც კარგი ღირსია. ასეთი ხალხიც ხომ არის ამ ქართული ოცნება დადგება მტკინვეული მისთვის დილემის წინაშე. თქვენ ხედავთ რა პროცესები უკვე ზრუნდება, ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც პოზიტიურად აუცილებლად გადაწყდება და თავარია მიხეილ სააკაშვილმა მაქსიმალურად მოახერხოს იმ პირობებში, რა პირობებიც არსებობს, ოდნავ მაინც გამოჯანმრთელება, რომ ამის შემდეგ მოხერხდეს მართლა მისი ტრანსპორტირება საზღვარგარეთ და მეორე მხრივ უბრალოდ არის კიდევ უფრო მწარე და მტკინეული დილემის წინაშე ბიძინა ივანიშვილის სახით როგორ მოიქცეს და ერთი მეორეს შემთხვევით არ უკავშირებ. არც თუ ისე განსაკუთრებული საკითხია რბილად რო ვთქვათ. მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აი ამ ხარისხში მიმდინარე ის პროცესები მე ვფიქრობ, ერთმანეთს უკავშირებთ. საალსაკე მაინდა-მაინც არ უნდა
არ უნდა განვიხილოთ. უი, რა საინტერესო რამეს ამბობთ, ანუ ეს პირველი განცხადება ჩემთვის, რომელიც მოვისმინე, რომ ერთმანეთს უკავშირებთ თქვენ მისთვის შექმნილ ძალიან სერიოზულ პრობლემებს დასავლეთში. ეს არის ერთადერთი მიზეზი, მაგრამ არც უამისობა ნამდვილად მაშინ განმიმართეთ ბატო მიხეილ სააკაშვილის ნიკოლოზზე საუბარი, ხო? ანუ ერთ საკრებულ მოქალაქეზე, უბრალოდ რომელიც პრეზიდენტი იყო. უბრალოდ ადამიანი, რომელიც არის მსხვერპლი უსამართლობისა და მისი სტატუსი, მისი მდგომარეობა, მისი ხარდაჭერა შესაძლებლობას იძლეოდა და იძლევა, რომ ამის შესახებ ბევრმა ადამიანმა მსოფლიოში, თავისუფალ მსოფლიოში, ანუ დასავლეთმა გაიგოს და გაიგეს კიდევაც და ეს დაინტერესება, რა თქმა უნდა, დაინტერესება არსებობს და მაგრამ რაიმე კავშირი შეიძლება ვიპოვოთ თქვენს ლოგიკას მოვყვები ახლა მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი ივანიშვილის დღევანდელ პრობლემებს ფინანსურ რაღაც პრობლემებსა და სააკაშვილის გეოპოლიტიკურ კონტექსტში თუ განვიხილავთ ახლა ადამიანია რომელმაც დაიცვა ჩვენთან ერთად ეომა პუტინი რომელიც გამოცხადებულია ახლა თავისუფალი კაცობრიობის ნომერ პირველ მტრად და მე თუ რამე მაკვირებს ის უფრო მაკვირებს რატომ უკვირს ჯერ კიდევ ვინმეს ჩვენს ქვეყანაში რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს დასანქცირებული დასავლეთის მხრიდან უმაღლესი ალბათობით ეს ასეც იქნება ეს სანქციების ჭურვები სულ უფრო ახლოს ეცემა ბიძინა ივანიშვილთან მაშინ როდესაც ინგა ახლა დიდი შვიდეულის სახელმწიფოს ლიდერები ანუ პირველი პირები ზელენსკისთან რამდენიმე დღის წინ საუბრის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებენ რომ მომდენო 2 წლის განმავლობაში რუსეთის ენერგომატარებლებზე ანუ ნავთობზე და გაზზე უარი თქვას მთლიანად მსოფლიომ და ამის შესახებ განცხადება გააკეთეს და ამით ისინი ცდილობენ პოლიტიკურად და ეკონომიკურად იზოლაციაში მოაქცნენ რუსი ოლიგარქის კვალდაკვალ კიდე ერთი ან კიდე რამდენიმე რუსი ოლიგარქი მოექცევა დასავლური სანქციის ქვეშ. ეხლა რომან აბრამოვიჩი უფრო დიდი საფრთხეა თავისუფალი მსოფლიოსთვის დღეს იქ დერებიასკა, იქ ფრიდმანი თუ ადამიანები ის ალი უსანოვი რომელიც უზენოვი დიახ მაპატიეთ თუ ბიძინა ივანიშვილი ეხლა თავისუფალი სამყაროსთვის უკრაინისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და დიდი ბრიტანეთისთვის და კანადისთვის და საფრანგეთის უფრო დიდი საფრთხეა ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი რომელიც არათუ გავლენით სარგებლობს ხელისუფლებაზე არამედ მთლიანად აკონტროლებს მთლიანად მიტაცებულ სახელმწიფოს რომელიც უნიკალურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არის და არსებობს ხელშესახები და ხელშეუხებელი მატერიალური და არამატერიალური მტკიცებულებები რომ ის თანამშრომლობს რუსეთის კრემლის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი 1 წლის წინ შეიძლება გადაჭარბებულად ნათქვამად მოჩვენებოდა ბევრ თქვენს თუ არა, ნაწილს მსმენელს, მაგრამ დღეს ეს ფაქტებია. შემთხვევით არაფერი არ ხდება ნამდვილად. შემთხვევით არ ხდება ის, რომ ქართულმა ოცნებამ ჩემზე კარგად იცის, რა პროცესები არის უკვე განვითარებული. ამიტომაც არის მათი სამთავრობო მედია წარმომადგენლები და თავარი prime time-ში გადაცემები 24 საათის განმავლობაში, უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში ამაზე საუბრობენ, იმიტომ რომ არის საკითხები, სადაც ჩემზე კარგად ეს ხომ დანამდვილებით იცით ბატონი კობახიძეს რო ვერ იკადრებს ისეთი საკითხებიც არის და ამ დროს გამოყავთ არ ვიცი ქალბატონი მათი ექსპერტი ბატონები ასე შემდეგ და პირდაპირ უკავშირებდნენ დასავლეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ოღონდ იმ соусის ქვეშ ამას ახვევენ თითქოს ეს იქნება მომაკვდინებელი ქართული სახელმწიფოსთვის. რატომ? იმიტომ რომ მათ იციან. მართლაც ასეა რომ დავფიქრდეთ ზუსტად მეგობრებო, რომან აბრამოვიჩი და დერებიასკა და სხვები ხო, რატომ მოიქცნენ დასავლური სანქციების ქვეშ? იმიტომ რომ ისინი იყვნენ მჭიდროდ დაკავშირებულნი რუსეთის, ანუ კრემლის, ანუ პუტინის მართლობასთან. და ბიძინა ივანიშვილი არის კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებული მეტიც მას განსხვავებით აი ამ ოლიგარქებისგან აქვს დამატებითი უარყოფითი რესურსი, რომელიც თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ არის მისი მხრიდან გამოყენებული პოლიტიკური რესურსი მიტაცებული სახელმწიფოს ფარგლებში, რომელიც თავს მოხვეული არის
თელს სახელმწიფო შტოებზე. მაშინ ერთ კითხვას დაგისვამ თქვენ ნებართვით, ანუ მაშ რა გამოდის ამ ლოგიკით, თქვენ ანუ ეხლანდელ სიტუაციას, რაც ივანიშვილის გარშემო შეიკრა, შავი ღრუბელი, რასაც ვხედავთ, ესე ყოველდღიურად უკავშირებთ სანქციების მოახლოებას. ანუ დასავლეთი ივანიშვილისთვის აღარ არის პარტნიორი და ფიქრობთ, რომ ეს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაც, ამიტომ დაიწყო, რომ სანქციები არის გარდაუვალი? დიახაც. ეს შეიძლება ყურს ჭრიდა, მე მახსოვს წლების წინ აი ბატონი შალვა-ნათელაშვილი საუბრობდა, ხო გახსოვთ წლების წინ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე აშენდა და ბევრი ადამიანი ამას არ აღიქონდა რეალურად პოტენციურ და პერსპექტიულ სცენარად, მაგრამ დღეს, როდესაც ეს ხდება, უბრალოდ სახელი და გვარები არიან სხვადასხვა, ხდება და არსებობს უკვე მტკიცებულებები. ბიძინა ივანიშვილი ისედაც არსებობდა, მტკიცებულებები არსებობდა, ეს ადამიანი არანაკლები რბილად რო ვთქვათ, საფრთხის შემცვლელი არის დღეს იმ სოფლიო წესრიგისთვის, სადაც რუსეთმა მოულოდნელად გამოვაცხადა უკვე საჯაროდ თავისი ქმედებით უკრაინაში, რომ სოფლიო წესრიგი წესებზე დამყარებული აღარ იქნება. დასავლეთმა ეს მიიღო გამოწვევად, იმდენად რამდენადაც უკვე ეს გადაწყვეტილებები მთელი რიგი მიღებული აქვს და აი ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილი უნდა მას თუ არ უნდა არის. და ეს ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც ხელს აღარ ჩამოვართვებს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიმეც ბიუროკრატი, თუნდაც პრეზიდენტი, ან ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენელი, შენ ერთის მხრივ ართმევდე ხელს ევტუშენკოს და მეორე მხრივ გინდოდეს ხელი ჩამოართვა დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკური წარმომადგენლობის წევრებს, ეს ვეღარ მოხდება. ამას ევტუშენკოსთან საუბარი არის მტკიცებულება, ეხლა რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომ არსებობს ძირითადი დიახაც არც ბატონი ზელენსკის განცხადება იყო შემთხვევითი ამერიკულ ტელეკომპანიასთან, როდესაც მან თქვა, რომ მას აქვს ინფორმაცია, მათ აქვს ინფორმაცია ხორბალთან დაკავშირებით სანქციების გვერდის ავლით, რომ ხდება გატანა და მთელი რიგი სახელმწიფოები არიან. ზერნოცნობილი სკანდალი, ალი უზდენოვის, ხიდაშელის და ევტუშენკოვის არის ეს ხორბლის თემა. დიახ, იცით, წილი ყარა ბიძინა ივანიშვილმა, არც თქვენ გიყრიათ წილი მის მაგივრად და არც მე და თვითონ გააკეთა ეს არჩევანი და მას ეგონა მას ჰქონდა მოსაზრება, მას ჰქონდა აზრი, მას ჰქონდა პოზიცია, რომ უკრაინის ბედი სადღაც სხვაგან გადაწყდებოდა, უყურებდა უკრაინას როგორც პასიურ პერიფერიას და ეგონა ყველა შემთხვევაში ეგონდა ბიძინა ივანიშვილს და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, მოდი სიმართლე ვთქვათ ახაც, რომ უკრაინელების ბედი უკრაინელების მეშვეობით არ გადაწყდებოდა, რუსეთის ჩართულობის მეშვეობით გადაწყდებოდა, დასავლეთის ჩართულობის მეშვეობით გადაწყდებოდა, თუ როგორ გადაწყდებოდა, ყველაფერი მოხდებოდა უკრაინელების ნების გარდა, მაგრამ აღმოჩნდა მალევე სულ რაღაც 2 თვის თავზე, რომ ყველა ცდებოდა, ვისაც მსგავსი მოსაზრება ჰქონდა და პოზიცია. დაუფასებლობა იყო უკრაინული საზოგადოების, დაუფასებლობა იყო თურმე უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და ყველაზე მთავარი, სწორად ვერ იქნა შეფასებული ბიძინა ივანიშვილის და მსგავსი ადამიანების მხრიდან უკრაინელების ალღოსი უნარის და მტკიცე-ნების წინააღმდეგობის გაწევრისად. აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოჩნდა. დათო ბერძენიშვილს უსმენდი გუშინ TV პირველზე ინტერვიუ ჰქონდა ჩემს კოლეგებს და ძალიან საინტერესო აქცენტი გააკეთა, რომ აი უკრაინის ომის დღეებში ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებთან დაკავშირებით, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, ჩვენ ვისმენთ ივანიშვილის და ქართული ოცნების მხრიდან ამ თავდასხმებსო, აი უკრაინის ყველაზე სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ანუ ეხლა რომ დავამრგვალოთ ეს თემა, გამოდის რომ თქვენ მოლოდინი გაქვთ რომ სანქციები არ აცდება ივანიშვილს? მე მარტივად აი თუ შეიძლება რიტორიკულად კონტრშეტევას დავსვამდი, რატომ უნდა მოყოლოდა ბატონი აბრამოვიჩი და სხვები ვისი გვარებიც მე ჩამოთვალე ხა დასავლური სანქციის ქვეშ და რატომ უნდა გაგვიკვირდეს რომ ბატონი ივანიშვილი
რუსული წარმომავლობის ოლიგარქი მოექცევა დამატებით. იმიტომ რომ ეხლა მე გიპასუხებ თქვენ ქართული ოცნების არგუმენტით. იმიტომ რომ ის აღარ არის პოლიტიკაში. იმიტომ რომ ის არის კერძო პირი და როცა ურეკავენ ტელეფონზეც კი აღარ პასუხობს. ანუ როგორ დაამტკიცებს ვინმე რომ მოუნდეს ამ სანქციებისთვის რომ ივანიშვილი როგორც თქვენ ამბობთ არის ბევრ რუს ოლიგარქზე უფრო დიდი საფრთხე რომ ეს კაცი მართლა საფრთხე იმიტომ რომ არ ერევა ქართული ოცნების პასუხს გეუბნებით. აბა რას დააპირისპირებთ? დიახაც და ამ არგუმენტს ყავli აქვს გასული საერთაშორისო დონეზე. ეს მუშაობდა დიახაც, მუშაობდა არც ისე მცირე პერიოდის განმავლობაში და ბევრი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი აი მათრახი და თაფლის სკვერის პრინციპით ცდილობდნენ დაშოშმინებას ბიძინა ივანიშვილის როგორც ოლიგარქის. ნამდვილად იყო ეს დამოკიდებულება, მაგრამ ახლა მარტო მათრახი არის ხელთ ჩვენი თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლების ხელში და ამაში დავწმუნდებით, რომ შეუძლებელი არის შენ თან იმ ყველაფრის პარალელურად იქცეოდი ისე როგორც იქცევა ბიძინა ივანიშვილი, აღარ ჩამოთვალოთ მოკლედ რა ადასტურებდა მანამ სანამ ეს პროცესები დაიწყებოდა ბოლო 3 დღის განმავლობაში, უბრალოდ იმდენჯერ იყო ნათქვამი წლების განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი გაახდება აუცილებლად სუბიექტი, ობიექტი, რაც გინდა უწოდოთ სანქციების, რომ გამარგინალდა შესაძლებელია არც ისე ცოტა ადამიანისთვის ეს მოსაზრება, მაგრამ ეს ყველაფერი პროცესი მხედველობაში იქითკენ მიდის. ნუ ბოლო დღეების ამბავმა და ბოლო დღეების განცხადებებმა ძალიან სერიოზული ტონი შეძინა აი ამ მოსალოდნელ სანქციების. ეხლა მე გულწრფელად გეტყვით, აი გუშინ ვიყავი ერთ-ერთ სივრცეში, სადაც განვიხილავდით სხვა ადამიანებისაც გეუბნებით. ანუ კითხვა იყო ძალიან ლოგიკური, რომ მე რაში მადარდებს, რატომ მეხება მე როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქე ეს არა მხოლოდ ჩემი კითხვა, კერძო პირის კერძო საკუთრება, თუნდაც მილიონიანი ნახატები, ვერტბრენი ან და შვეიცარიის ბანკში პული. აი სხვა შორის აქვე დავაანონსებ ჩვენი შემდეგი ერთ-ერთი სტუმარი ბადრი ჯაფარიძე იქნება, რომელმაც გადასარევად იცის, აი რამდენად შეიძლება პოლიტიკას უკავშირდებოდეს შვეიცარიის ბანკის მხრიდან ეს პრობლემები შექმნილი, მაგრამ აი ეხლა მე ვამბობ, ხო, მე მაქვს ეს კითხვა, მაგრამ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ოცნების მხარდამჭერებს გეუბნებით, რომლებიც გიმტკიცებენ და მათ შორის პარტიის თავმჯდომარე მმართველი პარტიის, რომ შესაძლებელია აი ურთიერთკავშირი მიდიოდეს იქამდე, რომ ივანიშვილი აიძულონ უკან, აი ამ ლოგიკას მინდა რომ მიუყვედათ თქვენ ამიხსნათ, რას კითხულობთ ამის მიღმა, შემოbrunდეს აიძულებით პოლიტიკაში, რა მცდელობებთან გვაქვს საქმე, რომ საქართველოს ჩაიტრიონ ომში. 2 დღეა ვფიქრობ, ვცდილობ, არც თუ ისე შტერად მიმაჩნია ჩემი თავი, რაღაცნაირად ავხსნა, აი კერძო კაცის, მოქალაქის, ან თუნდაც არ ვიცი, პოლიტიკაზე გავლენის მქონე კაცის დასანქცირება, რატომ ნიშნავს საქართველოს ჩათრევას ომში. აი ხა თქვენ მითხარით რა გაიგეთ ამ ფრაზის მიღმა. გაიგეთ? აქ ზავნილებში ისინი დიახაც მნიშვნელოვნად შეცდნენ ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა და არც დაუმალავს თავის ძოზე თქვა, რომ მე არ მჭირდება პოლიტიკოსები, მე მჭირდება მენეჯერები მართველ პოზიციებზე. თავის ძოზე თქვა და მენეჯერება რატომაც ჩათვალეს? შემსრულებლები, იმიტომ რომ სახელმწიფო მე ვარ. ხო, და სამწუხაროდ ნუ ის მენეჯერების ვერ აღმოჩნდნენ მენეჯერები, რომლებიც სიკეთის რაიმე სახით მოუტანდნენ საზოგადოებას. ეს კი სხვა საკითხია. ჩათვალეს, რომ უპირიანი იქნებოდა ეთქვა ის რაც თქვა და მალევე მეორე დღესვე მიხვდნენ და ეცადნენ რომ ვითარება გამოესწორებიათ სხვაგვარი გზავნილებით, მაგრამ ეს ყველაფერი არის უბრალოდ იმ სპირალში შესული პროცესი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი გამოვა დასანქცირებული, იმიტომ რომ ის არის მხილებული მოკავშირედ რუსეთის ბოროტი ძალისა. კიცებით ფორმაში. მე არ ვარ პოლიტიკოსი ვარ და შემიძლია თავისუფლება მივცე და ცოტა წინ გავასწრო მოვლენებს. პრაქტიკულად ეჭვი არ მეპარება ამაში და აკი ზემოთ თქვი თუ რა მიუთითებს ამ ყველაფერს და პარალელურად ეხა თავისუფალმა სამყარო ხაზი გაყო, ის ხალხი გაავლო ქეთსა და შავს შორის. აქ აღარ არსებობს მესამე ფერი, აღარ არსებობს ნაცრის ფერი და ბიძინა ივანიშვილი არ აღმოჩნდა იქ სადაც მთელი დასავლური
და რაზე არის ნიკა გათვლილი ეს განცხადებები? აი ანტიდასავლური უყურეთ, ვისი განცხადება იყო აღარ მახსოვს. აი მაგალითად ვატო შაქარიშვილი რო ვახსენე, ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა არის სამების აშენების დასანქცირება, ეს ერთი. კიდე ვიღაცის განცხადება წავიკითხე, რომ იმდენი ხალხი გამოვალთ, თუ კი ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნა შეეძლო. რა პოლიტიკურ შანტაჟთან გვაქვს საქმე? მათ პოლიტიკურ მჭიდში აღარაფერი აღარ დაჩა სხვა. დიახაც თქვი, სულ უფრო და ახლოს ეცემა სანქციის ჭურვები ბიძინა ივანიშვილის სასახლეებთან. და არეულობის რაიმე ხელოვნური არეულობის მომასწავებელი არის თუ არა თქვენთვის აი ეს შანტაჟის ენით გაკეთებული განცხადებები იმდენი ვარ. ძვალი არ აქვს ყველა სახის განცხადებები გაკეთება სხვა ტელეკომპანიების მეშვეობით რომელიც კონტროლქვეშ არის ხელისუფლების ჩვენ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ხო, მაგრამ კობახიძე ამბობს, აი უყურეთ კობახიძის განცხადება. ომში ვერ ჩავთავთ ივანიშვილს, ანუ კობახიძის ლოგიკით დასავლეთი აშანტაჟებს ივანიშვილს და ახლა ანუ მისი ფულების მეშვეობით ქონების დაცვის სანაცვლოდ დასავლური პოლიტიკის გატარებას აიძულებს, რაც თავის მხრივ რუსეთთან ომი, აი შეშეთებაში, როდესაც ჩვენ მათ განცხადებებს უსმენთ, გვიკვირს საღნაც საზოგადოებისა და აღშფოთებით, რატომ კეთდება ესა თუ ის განცხადებები. კაცო, მე მართლა ეგეთი რეაქცია მქონდა, რომ ანუ ელემენტარულად უნდა დავღეჭოთ, ხო, რომ განმარტო კერძო კაცის მე რატომ ეხება კერძო კაცის ბიძინა ივანიშვილის ამ ტიპის განცხადებებით ძალიან უადგილოდ სოლიდარობა გამოუცხადეს. იმიტომ რომ ბატონი კობახიძე და სხვები აბსოლუტურად უძლურები არიან და იქნებიან, რომ რაიმე სახით ბიძინა ივანიშვილი დაიხსნან ამ პროცესიდან. ახლა თან პარალელურად რა განვითარებებს ვადევნებთ თვალყურს, ხო? როდესაც აი თავარი შემოქმედი ბოროტებისა ორი სიტყვით მინდა ამაზე ვილაპარაკო, ინგა პუტინი რუსულ საზოგადოებას ვეღარ არწმუნებს რისთვის ომობს უკრაინაში. ეს კითხვები სულ უფრო და უფრო მრავლდება რუსულ საზოგადოებაში, ანუ ვერ აუხსნა უკვე პუტინმა რა არის მისი მიზანი და ამოცანა. ომს უნდა ქონდეს რაღაცა მიზანი და ამოცანა. იბრძვის პუტინი და ხოცავს იქხავს იმიტომ რომ მთლიანად დაიპყროს უკრაინა, ნაწილობრივ დაიპყროს უკრაინა, მიზანი არის უკრაინის დემილიტარიზაცია, მიზანი არის უკრაინის დენაციფიკაცია, თუ რა არის. ეს ყველაფერი უკვე გაუგებარია რუსული საზოგადოებისთვის და რაც უფრო დღეები გადის, არაპოპულარული და არაპოპულარული ხდება რუსებში ომი უკრაინაში და ეს ყველაფერი განპირობებული იყო ორი ძირითადი ფაქტორით. ერთი რომ სპეცსამსახურება, ანუ კრემლმა ვეღარ დამალა სოციალური ქსელების გამო და ინტერნეტის გამო აურაცხელი რაოდენობა მსხვერპლისა რუსებისგან, ანუ ხედობაში მოქალაქეები და მოლოდინი გააჩინა პუტინმა სწრაფი, დიდებული, ესეთი დეჟავნიკული გამარჯვების მოპოვებისა და ეს მოლოდინი გაცვდა. რომელიც ვერ ჩაიდო ჯიბეში. დიახაც, ეს მოლოდინი გაცვდა. ახლა ახლა ვერც ერთი აბათი და ყველაზე ჩამორჩენილი რუსეთის მოქალაქეც კი ვერ იყიდის იმას, რომ თუნდაც დაუშვათ, რაც ნამდვილად უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ესეც დონბასის გათავისუფლებას მისი გაგერბით რომ მოახერხოს პუტინმა, ეს ვერ იქნება რუსულ საზოგადოებაში ახული როგორც გამარჯვებად. მით უფრო რომ ნახეთ რა ვითარებოდა, ეს ყველაფერი ბიზნესმენებშია იცის. ეს ყველაფერი იცის ჩვენმა მოკავშირეებმა და ამ გზაზე ყველა მოკავშირე პუტინის რეჟიმისა იქნება დიახაც დამარცხებული. 300,000 რუსი მეომარი ჭირდება პუტინს მხოლოდ დონბასის გასათავისუფლებად. და დღეს ვიდრე ჩვენ საუბრობთ, ხო? აი მხოლოდ 1000 ტაქტიკური ბატალიონი ხავს, ანუ 100,000 რეალური ქმედითი მეომარი ხავს პუტინს, მეტი არა და ჭირდება 300. რეალურად ფურცელზე არის მილიონიანი არმია რუსული, მაგრამ აღმოჩნდა ამ ომმა გამოკვეთა ეს, რომ 900,000 ჯარისკაცი უბრალოდ ფურცელზეა და არის უუნარო მაპატიეთ კიდევ ამაზე ნახირი. ამიტომ ახლა ამ ვითარებაში აღმოჩნდა პუტინი რუსი უკვე ეკითხება, რომ თუ მართა სამამულო ომად მიცხადებ შენ უკრაინაში შეჭრას და შენ აიგივებ ამ ომს იმ სამამულო ომებთან, რითიც ამაყობ, რომ არასოდეს სამამულო ომი არ წაგიგია, არც ნაპოლეონთან, არ წაგიგია, არც გიტლერთან, კი ამბობი, სადაც წავაგე. და ამას ამბობს თვითონ საუბრო, წავაგე მაგალითად ავღანეთში 1989 წელს, კი ბატონო, წავაგე ომი რამდენიმე მაგალითად იაპონიას და მაგრამ სამამულო ომი არ წამიგია, არ წავაგებ.
არც ერთ შემთხვევაში და ეკითხებიან რუსები თუ ესე არის მაშინ სპეციალურ ოპერაციას რატო არქმევ უკრაინაში შეცვლას და არ აცხადებ სამამულო ომს ეს ერთი და მეორე თუ სამამულო ომია მაშინ მობილიზაციას რატომ არ აცხადებ მობილიზაცია რომ გამოწვეს ნიშნავს ქუძე კაცი უნდა დაიძახოს რაც არანორმალურად არაპოპულარულია ანუ ერთი სიტყვით ხდება ბევრი მათ შორის ოლიგარქი რომ არასწორად მისი ანგარებითი პოზიცია გამომდინარე მხარეს აღმოჩნდა წაგებულის მხარეს არის ახლა მაგრამ გვიანია ბიძინა ივანიშვილის რო ჰქონდეს ახლა შესაძლებლობა უკან დახევის ის დაიხევდა მაგრამ ის არის ღრმად ფესვებში აქ მას გამჯდარი რუსული კავშირები. იგი არის რომ გარდაუვალია სანქციები და ეს მიმდინარე ამბები ეხლა ორი დღე რითიც ქართული ოცნება გვაცხოვრებს და გვიმტკიცებს რომ მოქალაქე ივანიშვილის ფულს თუ კი საფრთხე შეექმნება ან რომელიმე ნახატს ან ვერტფრენს თურმე ეს ჩვენს ქვეყანას შეუქმნის საფრთხეს ეს მიანიშნებს გარდაუვალ სანქციებზე. ამაზე საუბრობთ თქვენ. იცით სიმართლე არის, ფაქტია, ეს არა ჩემი აზრი, ეს არა ჩემი პოზიცია, ფაქტის კონსტატირებას ვახდენ. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ რუსული ოლიგარქიული საზოგადოების ნაშიერი. დიახაც, იმ საზოგადოების, ოლიგარქიული საზოგადოების წევრია. დაკავშირებული არის ფიზიკურათაც, ბუნებითაც, ფულითაც, კავშირებითაც, იმათი არის რუსული ოლიგარქის გაგრძელება ოლიგარქიის გაგრძელება არის ნამდვილად და ეხლა დაინახა ბიძინა ივანიშვილი დაინახა კობახიძემ რომ მაშინ როდესაც ლენინის მავზოლეუმთან იდგა პუტინი და საკმაოდ ფერმფრთალი გახალთული ადამიანი ნირწამხტარი საუბრობდა იმაზე სხვადასხვა უკრაინა არც ერთხელ არ უხსენებია თელ თავის სიტყვაში პუტინს უკრაინა არ უხსენებია ხო და სამამულო ომს უბრალოდ საუბრობს იმიტომ რომ მობილიზაცია მოახდინოს აზრის იქ რუსულ საზოგადოებაში ამ დროს 9 მაისს ეხლა ისტორიული კანონი იქნა ხელმოწერილი ვის მიერ კი იცით ხო პრეზიდენტის მიერ ამერიკის შეერთებული ლენდ-ლიზი ამერიკის შეერთებული შტატების და ეს იმდენად ისტორიული აქტი და ფაქტი იყო რომ პრაქტიკულად კი არა რეალურად ამერიკის შეერთებული შტატებმა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერისთანავე უკან დასახები გზა აღარ დაიტოვა და ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით მან თქვა რომ თავისუფალ სოფლიოში და სამყაროში ძვირფასო მეგობრებო ინგა პუტინის რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ადგილი ერთდროულად აღარ არის. აი გადაკვეთილი არის რუბიკონი და აი ამ თელს გლობალურ პროცესებში ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? მარტო გეუბნებით, აი თუ თქვენ დიდ სურათში დავინახავთ უდიდესი საფრთხეების გათვალისწინებით რომლის განეიტალებასაც ახლა ფიქრობს და ქმედებებს ახორციელებენ აგერ ვახსენებ დიდი შვიდეული სახელმწიფოს პირველი პირები ხო იაპონიიდან დაწყებული კანადით დამთავრებული მათთვის ბიძინა ივანიშვილი რა არის გავიგე ძალიან საინტერესოა ეხლა რაზეც თქვენ საუბრობთ ფაქტი ის არის რომ ასეთი დაჟინებითი ახსნა უკვე იმაზე მიანიშნებს ქართული ოცნების მხრიდან რომ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს მათ ლიდერს ერთი კითხვა მინდა ნიკა კიდევ დაგისვა წეღან განცხადებები რო წავიკითხე, ანუ შესაძლებელია თუ არა, აი მათ განცხადებებს თუ კი მივყვებით და მათ ლოგიკას ოცნებისას, თუ წავიდა საქმე სანქციებისკენ, გარდაუვალი სანქციებისკენ, როგორც თქვენ ამბობთ, ორ დღეში უკვე იმდენი ანტიდასავლური განცხადება და ისტერიის მცდელობა ატეხვის მოვისმინეთ და ვნახეთ, რომ ეს კითხვა არის ლოგიკური. თუ წავიდა სანქციებისკენ საქმე ივანიშვილის, გამორიცხავთ თუ არა, რომ ქვეყანაში რაღაც ხელოვნური დაძაბულობა დაიწყოს ივანიშვილს არ დაგაჩაგვრინებთ. აი, გეუბნებით განცხადებები, რომელსაც მათი მხარდამჭერებისგან ვისმენთ, ხო? იმდენი კაცი გამოვალთ ქუჩაში, ივანიშვილს არავინ დაგაჩაგრინებთ, რომ მისი დასანქცირება ნიშნავს სამების დასანქცირებას და ასე შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრის დასანქცირებას. განცხადებები დასავლეთზე ღია დარტყმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე მე კი რაღაცნაირად უკან თითქოს უკანა პლანზე გადავიდა ეს აქცენტი, მაგრამ აი ეს ორდღიანი განცხადებები და ომში არ ჩაგართვევინებთ საქართველოს შეიძლება თუ არა
მივიდეს, თუ სანქციები დადგება დღის წესრიგში, რაღაც ძალიან დიდ შიდა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ამას გეკითხებით, აი იმ პათოსიდან გამომდინარე, რასაც მე ვხედავ. როდესაც ამ საკითხზე ახლა ცოტა ხნით ვისაუბრეთ, პროპაგანდის მსხვერპლი ქართული ოცნებისა, ანუ რუსული პროპაგანდის მსხვერპლი, ეს არის ის, რაც მათ ხო, მაგრამ ეს ადამიანები ხო არსებობენ. გამორიცხულია რა დატომ იცით უდიდესი ნაწილი ხარდაჭერისა, ნუ უდიდეს არ ვიტყვი, მაგრამ ნუ მნიშვნელოვანი ნაწილი ხარდაჭერისა ქართული ოცნებას, რაც აქვს წლების განმავლობაში მოპოვებული, არის ზალდატანებითი მეთოდებით მოპოვებული და როდესაც თავარი კაპიტალი ამ ხელისუფლების იყო ძალადობა და ფული და ბიძინა ივანიშვილი იყო მათთვის პერსონიფიკაცია უძლეველობის და უმარცხებლობის და ის ახერხებდა წლების განმავლობაში, რომ აი სწორედ იმ ჩემისაზე ძალიან მცდარი პოლიტიკის შედეგად, რომ ერთი ხელით მათრახი და მეორე ხელით თაფაკვერით ესაუბროთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს ადამიანები კი ბატონო გაყოყოჩებულები იყვნენ, მაგრამ დღეს როდესაც აკვირდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი დიახაც როგორც რუსი ოლიგარქი მინიმუმ მოდი ვთქვათ, ქართული ოცნების განმოსაყიდია, შესაძლებელია დასანქცირდეს. მე არათუ გამოვრიცხავ პირიქით. მგონია, რომ რაოდენობა მხარდაჭერების ბიძინა ივანიშვილს დრამატულად შეუმცირდება, იმიტომ რომ სანქციების ქვეშ უმიზეზოდ ადამიანები ვერ ექცევიან. გავიგეთ თქვენი პასუხი, ერთ კითხვაზე მინდა კიდევ პასუხი მოვისმინო. ეს არის გამხნევება, უბრალოდ დაშანტაჟებაა, კარგი ფორმულირება დიახაც იმ ყველაფრისა თქვენის მხრიდან, რასაც ახლა ჩვენ თვალყურს ვაძლევთ. მიხეილ სააკაშვილს მინდა ისევ მიუბრუნდეთ, რა ხდება იმ შემთხვევაში, პარტიის გეგმები როგორია, თუ მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევები ჩატარდება და ის არა უცხოეთის კლინიკაში, როგორც ვისმენთ, მოთხოვნებს, არამედ ისევ დაბრუნდება რუსთავის ციხეში. აი მე რა ხდება, გააქვთ ამაზე პასუხი? გავიმეორებ, რომ ძალიან აქტიური მიმართულებებით მუშაობთ აქტიურად ამ საკითხის გადაწყვეტაზე და ეს საკითხი ჯერა რომ გადაწყდება ისე როგორც უნდა გადაწყდეს. გადაყვანით უცხოეთში. დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერში, დარწმუნებული ვარ იმ ყველაფერში, რასაც ახლა ჩვენ თუ გვაქვს თუ აღარა გვაქვს. აი მაგალითისთვის, იცით, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ჩვენ რამდენადაც არ უნდა ვიყოთ სასოწარკვეთილი და მესმის იმ საზოგადოების ზონებიც დაღლილებიც ვართ, შესაძლებელია იმედგაცრუებულებიც ვართ, გულმატკენებით, სამართლიანად, უსამართლოდ, მაგრამ რა დაამარცხებს ამ ყველაფერს, ამ მდგომარეობას დაამარცხებს მყარი მკაფიო რწმენა მომავლისა, ჩამოყალიბებული, სრულყოფილი, კონსტრუირებული მომავალი. ჩვენ ინგა გვინდა თუ არ გვინდა, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ხო? ამ ქვეყანაში ვთანხმდებით, რომ მივალთ კვლავ არჩევნებამდე, ხო? ხო მივალთ. რიგით იქნება თუ რიგარეში, ხო მივალთ, ესე იგი. და ამისათვის იცით, როდესაც რიგითი თუ რიგარეში, ანუ უშვებთ რომ 2024 წელს შეიძლება 2024 წლამდე შეიძლება მივიდეთ. არაპროგნოზირებადი გარემოა, ამიტომაც არა, მე რომ ვკითხოთ, ეხლა საერთოდ ვერ ვხედავ რიგარეში არჩევნების შანსს. ბევრჯერ ყოფილა სრულიად უპერსპექტივო ვითარება, ძალიან პერსპექტიულად ქცეულა ამ ქვეყანაში სხვა საკითხი ამის კაპიტალიზება მოახდინეთ თუ არა და როგორ უნდა მოვიცი და ამ მიმართულებით დავანონსებ ხა თქვენთან და ამის შემდეგ პრეზენტაციაზე იქნება უნდა ვიმუშაოთ აქტიურად ვმუშაოთ უკვე ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან ერთად რომლებმაც მაქსიმალური გაიგეს 2020 წელს და მოლდოვას ოპოზიციასთან ერთად იმუშავეს და აიძულეს ხელისუფლება რომ 300,000 დიასპორის წარმომადგენლებს მოლდოვისა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და სანდუ ქალბატონი როგორ გახდა იცით პრეზიდენტი 260,000 ემიგრანტი მოლდოველი მივიდა საზღვარგარეთულ გახსნილ უბნებზე დამატებით რაშიც მთელი 6 თვის განმავლობაში ჩვენი კონკრეტული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმარებოდნენ აქტიურად და ამის შედეგად მაშინდელი იქაური ოლიგარქიც რომელიც ასევე გასვლა დასანქცირდა და პარალელურად ეს პროექტი იქ ხორშესული იქნა ხელისუფლება ოლიგარქიული მაშინ შეიცვალა. ეს ამ მიმართულებით მუშაობდა 262,000 მეგობრებო მოლდოველი ემიგრანტი მივიდა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ. რასაც ვერ გაუძლო მაშინდელი ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ მოლდოვაში და მოუწია გაკეთება. ჩვენთან 2020 წელს ინგა ქვეყანაში სადაც მოსახლეობით 1 მილიონით მეტი ვართ, ვიდრე მოლდოვა, სულ რაღაც
12000 ქართველი ემიგრანტი მივიდა 2020 წლის არჩევნებში. თქვენ წარმოვიდგინეთ, აი ამ გაყალბებული, ნახევრად გაყალბებული, ძალიან გაყალბებული, როგორც გენებოთ, ისე ჩავთვალოთ და აღვიქვათ ის არჩევნები, 100,000 ემიგრანტი მისულიყო არჩევნებზე 2020 წელს. ეს ხელისუფლება ეს ხელისუფლება არ იქნება. რაღაც დაანონსეთ. ეხლა დაახლოებით მივხვდი რა გეგმა გაქვთ თქვენ. ანუ თავარი გათვლა არის უცხოეთის საარჩევნო უბნებზე. კონკრეტული პროექტია, კონკრეტული პრეზენტაცია იქნება, კონკრეტული ხარდაჭერა იქნება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან ერთ-ერთი გაკეთება ის რაც გაკეთა მოლდოვაში. მადლობა. მოლდოვაში დავასრულოთ 5 სახელმწიფოს 15 ქალაქში მივიდა 260,000 და იცით თლიანი ხმების მოპოვებული 16% შეადგინა ემიგრანტების ხმება თლიანად რაც ხმები გათამაშდა. ანუ თავარი გათვლა გაქვთ ეხლა ემიგრაციას. არა, ამ მიმართულებითაც ჩვენ ვართ, იცით, პოლიტიკური პარტია, ორგანიზაციები ვართ, ინგა მესმის ყველას. ეხლა არიან ადამიანები, არც საკილობო ზოგჯერ ეძახე, მოსესავით დაატარეს მელია ხალხს ესეც უთქვამს, ხო? ზოგჯერ არა, მე ძალიან არა, სამართლიანი რო იყოს, იმდენად გამისკელდა კანი რომლის ნაკლებობასაც ახლა არ გამისდი ხო ნამდვილად გამისკდა და არ ვარ მოწყვალ უბრალოდ ისიც მაშინაც იქნებოდნენ აი თუნდაც იმ დროს ხო მოსესაც კი ეტყოდნენ რომ ცოტა მოკლე გზით იარე და ისე მიგვიყვანე აღთქო მიწასთან იქნებოდნენ აუცილებლად ჩემთვის არის პროცესისთვის კი არა ინგა და მეგობრებისთვის საინტერესო შედეგზე მინდა გასვლა და დარწმუნებულად დღეს ვინც გვაკრიტიკებს ის ადამიანები გამარჯვებულს მე უკვე აღარ გაასამართლებენ ამიტომ ეს მე რაც ბოლოსში თქვენ მოგიყევით ჩვენ პარალელურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ეხა რეალურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესისა პარალელურად ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობისა ჩვენ უნდა დავდოთ მყარი გამოსავალი დამაჯერებელი რწმენით განჟღენთილი აი გეგმა რომ ყველა მან ქვეყანაში დაიჯეროს რომ ხელისუფლება ცვლილებადი არის. გავიგე ეს არის 2024 წლამდე გეგმა, მაგრამ აი თუ მეთქი მიაბრუნებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ანუ თქვენი მოთხოვნა ხომ არის და ოჯახის რომ გადაიყვანონ უცხოეთში. აი თუ უკან ციხეში მიაბრუნებენ მე რა. მარტივი ადამიანური და პოლიტიკური პასუხი მექნება. მიხეილ სააკაშვილი რომ მიაბრუნეს უკან საავადმყოფოდან ციხეში რა მივიღეთ? კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მხრივ, ხო? და ეს ხო ყველამ ვიცით და მათაც ხო იციან, რომ ასე იქნება. ეს ასე იქნება. შავი თეთრზე წერია, რომ შეუძლებელია ადამიანი არ დაექვემდებარება კურნალობას ციხის პირობებში. ამიტომ ეს იცის პირველ რიგში რაც ყველაზე საინტერესოა ჩვენმა ყველა უცხოელმა თავმა ხომაგმა. დიდი მადლობა რომ მიყავი მომავალ ჩხუბამდე. ასე კი, მაყურებელმა Facebook-ზე განსაკუთრებით ვინც არიან ჩვენი მეგობრები მათ გასაგონად მე და ნიკა მელიას გვაქვს ასეთი ურთიერთობა. ჩხუბობთ ხოლმე მე ერთმანეთს ვშლით Facebook-იდან, მეგობრებიდან, მე ხელახლა მეგობრები და ერთი მე არ მომცემია საშუალება ეს კითხვა დამესვა უკრაინაში რომ მიყავით წასული მარგველაშვილის ამბავი მესმის რომ პროპაგანდის ნაწილი იყო და გიორგის დისკრედიტაციის მცდელობა რომ აი რაღაც პარტიის თავმჯდომარე ხდება და შეიცვალა პრინციპები და მიდგომები მაგრამ სიმართლესთან რამენაირად ახლოს შეიძლება იყოს თქვათ არა თავმჯდომარე მაგრამ რაღაცნაირი მისი სათავეში ჩადგომა თქვენი პარტიის არა თავმჯდომარე მაგრამ რაღაც ერთ-ერთ ლიდერად მაინც იცი ამ კითხვაზე პასუხი თავად გიორგიმ გაგცად რომელსაც ძალიან დიდ პარტიის მე დავცინე დაურეკე და ბევრი ვიცინე როცა ეს ინფორმაცია მოვისმინე მაგრამ თქვენ სრულიად უსაფუძვლო იყო მაშინ აღარ მახსოვს რაღაცა მორიგი სკანდალი ამ ვარცდები ეტუშენკოვისა და ბიზიმანიშვილის საუბრის გადასაფარავად დასჭირდა ბატონი მე ვფიქრობ ბატონი გიორგი იმ თავისი მოქმედებებით ძალისხმევით რასაც აკეთებს არანაკლები წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში ვიდრე შეიძლება რომელიმე პარტიის თავმჯდომარის რანგში მაშინ ასეთი გეგმა ხომ არ შეიძლება არსებობდეს ნიკა რომ მომავალში აი იმ თქვენი პროექტი ეხლა რაც დაანონსეთ ემიგრანტებთან მიმართებაში და მოლდოვის მაგალითი რომ მოიყვანეთ საარჩევნოდ
უცებ ნახოთ რომ რაღაც ერთი ტიპის კოალიცია იკრება და მარგველაშვილი იყოს ამის ხელმძღვანელი ის მეთაური თუ რა ქვია ლიდერი ამასთან დაკავშირებით ანუ მარგველაშვილთან ერთად და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ყველა იმ ჯანსაღ პლატფორმაზე სადაც ჩვენ ერთი ინტერესი გამოძრავებს და ამის გარშემო ვართ ის ხშირად ამბობთ თქვენს ამბობთ რომ ოპოზიცია არის სუსტი დიახ ოპოზიცია სანამ ძალიან ხდებათ ოპოზიციის ოპოზიცია ბევრი მათ შორის არა მართლაც მესმის თქვენიც იმიტომ რომ ამ 10 წლის განმავლობაში ხა მარტინ მდგომარეობაში მედიას არც წამოადგენელი არ არის უბრალოდ ოპოზიცია ბევრისთვის მანამ იქნება სუსტი სანამ თავრობაში არ მოვა მაგრამ იმდენად განსხვავებული, იმდენად მრავალფეროვანი, იმდენად ერთმანეთის მიმართაც კრიტიკული ოპოზიცია, მე ბოლო პერიოდში არ მახსოვს. თუ ჩვენ მართლა გვინდა მივისწრაფოდეთ იქითკენ, სადაც პლურალიზმი არის დომინანტი და არა მაგალითად ერთი მესიჯით რო საუბრობენ, ეხა ქართული ოცნების ყველა მოლაპარაკეთავები, ხო? ხო? მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციას ვერანაირად ვერ უწოდებ დღეს სუს შესაძლებელია ერთადერთი მიზეზის გამო დაუწოდოთ სანამ ჩვენ ხელისუფლებაში არ მოვართ. ამ შემთხვევაში კი ბატონო ვართ. მანამ სანამ ჩვენ ვერ დავამარცხეთ რუსი ოლიგარქი, ბევრისთვის შესაძლებელი ვიყოთ სუსტი, მაგრამ ჯამურად რატომ სერიოზულად ვეკიდებით ამ პროექტს ახლა მოლდოვაში რაც გაკეთა და ოლიგარქი დამარცხა. აი პარალელურად სანქციებისა შემთხვევით ამასაც ხას არ ნამდვილად არ უსვებ ამას ხას. იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეხა მონხელაკიები რომლებიც ეხა სასოწარკვეთაში არიან და 100,000 შარშან წავიდა ქვეყნიდან და 100,000-მდე წლის ბოლოს დატოვებს ქვეყანას თავისუფალ გარემოშიც რომ ჩაინიშნოს აქ არჩევნები იქა ადამიანები შეიძლება ამორჩევლების სახით უფრო მეტი ქვეყნის გარეთ ვიყოთ ვიდრე ქვეყნის შიგნით და მოცემულობა იცვლება დიახ დამოკიდებულება პროცესებისამე რომელიც შეიძლება უნდა შევცვალოთ და ოპოზიციას მოუწევს არჩევნების ჩატარება როცა არ უნდა იყოს როგორც ქვეყნის შიგნით ატარებს ისე ქვეყნის გარეთ ჩაატაროს გრიგოლ ვაშაძეს რას დაუტოვებდი დიანასთან კი გისმინეთ მაგრამ ნანოფსო მიშაო რო ჩამოვიდაო თქვენ წინამორბედ თავმჯდა ეხა ისე ხო არ გაგიშვებთ რომ რაღაც საინტერესო ბატონო გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების ვერ გავიგე, ეხლა მთელი ამ 35 წუთის განმავლობაში რამდენიც ვიყავ მე რაც ვისაუბრე, სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს და თითქმის 1 საათ ბატონი გრიგოლი საუბრობს, რომ ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი პატრიოტული ხელისუფლება. და კი ბატონო მომავალმა დაადასტუროს ვინ რა როლს თამაშობდა ამა თუ იმ კონკრეტულ არა ნანოფსო მაგაზე გამახსენდა ბევრი მაქვს სათქველი გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით, მაგრამ პარტიის ცენტრს არ სურს და არ ვგზნობ კომფორტულად. კარგად ინფორმირებული ვარ. კი ბატონო, მადლობა. საინტერესო და სკანდალური მადლობა. ამბები თქვენ გაცემას უხდება, მაგრამ არის დრო, როდესაც თავიდან შეიგავ ამის. არის დრო დუმილისა. მადლობა ნიკა, მომავალ ჭხუბამდე. მოკლედ ნიკა მელია